ზოგიერთი ეს ასეც კი ამბობს, რომ მე ჩემებურად მწამს. ანუ კიდადი ხარ შენ ტაძარში ცხოვრობ ეკლესიურად, მაგრამ მე ჩემებურად მწამს. რას ნიშნავს ეს ჩემებურად მწამს? ანუ შენი სარწმუნოება ჩამოაყალიბე, შენი შეხედულებები გაქვს სარწმუნოების მიმართ. გასაგებია, რომ ასია, მაგრამ მართალია თუ არა ეს? ანუ სწორად მოქმედებ შენ, სწორად აზროვნებ, რომელია შენი შეხედულებები სარწმუნოების მიმართ? ეს არის ჭეშმარიტი თუ ის, რაც ღმერთმა გამოგვიცხადა ჩვენ და რაც არის დაცული ეკლესიაში. ღვთაებრივი გამოცხადება, სწავლება, რაც წერია წმინდა წერილში. და რაც წერია წმინდა წერილში, ეს არის ეკლესიური ცხოვრების წესი. თუ გინდა გადარჩე, მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და ცხოვრება, ამბობს ქრისტე. იცხოვრე ჩემი ცნებებით და გადარჩები. აი ამას გვეუბნება სახარებაში. და დაგვიწესა ლოცვა, მარხვა, აღსარება, ზიარება. და ნახეთ, მე ჩემი შეხედულებები მაქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ მე უარყოფ აღსარებასაც, ზიარებასაც, ლოცვასაც და მარხვასაც. დაღუპული ხარ ჩემო ძმაო ამით. თუ ამ ყველაფერს შენ უარყოფ, უკვე დაღუპული ხარ. და ეს არ ნიშნავს იმას, რომ შენ როდესაც ამბობს, რომ მე ჩემებურად ვფიქრობ სარწმუნოებაზე. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს შენებურ ფიქრს ღმერთი შეგირაცხავს სიმართლეს და ამას ჩაგითვლის შენ. ესე ნამდვილად არ იქნება მოგეთხოვება პასუხი ყველა იმ ცნების და კანონის დარღვევაზე, რომელსაც შენ ჩადიხარ. კანონის დამრღვევი აქ ამ მიწიერ ცხოვრებაში, როდესაც ცხოვრობთ ამა თუ იმ სახელმწიფოში, ადგილობრივი კანონების მორჩილება გვევალება. მოიპარე დაგიჭერენ, იყაჩაღე დაგიჭერენ, ვიღაცა ცემე დაგიჭერენ და ასე შემდეგ. ანუ დაარღვიე კანონი, დაისჯები. და ასევე არის ღვთაებრივი გამოცხადებით ჩვენ მოგვეცა ღვთაებრივი სწავლება, ღმერთმა დაარსა ეკლესია, დაგვიწესა წესები და კანონები, ცნებები მოგცა და თუ ამას შენ არ ღვევ, რა თქმა უნდა, აუცილებლად დაისჯები შენც ასევე. ღმერთმა დაგლოცო და ღმერთმა გაგურთო.